Saksstatis საიტზე გენდერული სტატისტიკა დაიდო. დოკუმენტში ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა სფეროს კვლევისას წარმოდგენილი გენდერული ნაწილია თავმოყრილი, რაც თანამშრომელთა თქმით დაინტერესებულ პირებს მასალის მოპოვებას უადვილებს. Saksstatis ვებგვერდზე არის სფეროების შემონათვალი, რომელშიც არის განთავსებული ძირითადი სტატისტიკა, რომელიც პერიოდულად ახლდება. Ცალკე მოხდა გენდერული სტატისტიკის გამოყოფა. Ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობა რომელიც ჭირდება გენდერული სტატისტიკა, იყენებს გენდერული სტატისტიკის მომხმარებლები, რეალურად დღითიდღე იზრდება. მოხდა ამ მთელი მონაცემის, რომელიც Saksstatis ვებგვერდზე აქამდე ციდო, მოხდა ერთ ლინკის ქვეშ გაერთიანება, ანუ გენდერული სტატისტიკის მომხმარებელს ამ შემთხვევაში შეუძლია გახსნას ის კონკრეტული ლინკი და ერთი ლინკის ქვეშ მოახდინოს ამ ყველაფერი მონაცემების მიღება. Saksstatში მიიჩნევენ, რომ დასაქმების მაჩვენებელი გენდერული კუთხით საინტერესოდაა წარმოდგენილი. გიორგი კალაკაშვილის თქმით, ქალები, რომლებიც არ მუშაობენ და არც სამსახურს ეძებენ, მამაკაცებზე ბევრნი არიან. ქალებში, როგორც წესი, მუშაობის დონე უფრო დაბალია ვიდრე კაცებში. და ეს აიხსნება იმითი, რომ რეალურად აქტიურობა ქალებში უფრო დაბალია. ანუ თუ თქვათ ქალი ვერ შეუძლებს სამსახურს, იქით გარკვეული ნაწილი ანებებს თავს თქვათ ძებნას და ანუ აქტიურები აღარ არიან და სამუშაო ძალის გარეთ არიან. მამაკაცების შემთხვევაში, აი მაგალითად რომ ვთქვათ 2011 წელს ქალებში აქტიურობის დონე შეადგენდა 56% და ახლავთ 56%, როცა მამაკაცებში ეს დონე შეადგენს 76.2%. ჩარიტაჯაში ერთ-ერთია, რომელიც დასაქმების კუთხით გენდერულ კვლევებზე წლებია მუშაობს. ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით დასაქმებული ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა თითქმის თანაბარია. ქალისა და მამაკაცებს შორის, ქალთა და მამაკაცებს შორის ფაქტიურად განსხვავება არ არის. უმუშევრობის თვალსაზრისით. მე მახსოვს, ესე იგი 2 წლის უკან 16-17% იყო და მამაკაცებში უფრო მაღალი იყო უმუშევრობა. რატო? იმიტომ რომ ქალი უფრო მეტი აფასიან სამუშაოს მიდის. საერთოდ ყველა ქვეყანაში კერძო ბიზნესი, მცირე ბიზნესი ითვლება სამუშაოს, როგორც იტყვიან, გენერატორად, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილს და ჩვენ მცირე ბიზნესი საერთოდ არ ვუშავებთ თვითდასაქმება. საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალთა ნაკლები ჩართულობის მიზეზებზე საუბრობენ ქალთა საინფორმაციო ცენტრში. თამარ გოგოლაძე მიიჩნევს, რომ უმუშევრობის მიზეზი საერთო სოციალურ-ეკონომიკურ ფონთან ერთად სტერეოტიპებიცაა. გათხოვების შემდეგ ისინი, როდესაც გადიან დეკრეტულ შვებულებაში, შემდეგ უჭირთ სამსახურში დაბრუნება, ხშირ შემთხვევაში, თუმცა არა ყოველთვის. მათ უჭირთ ბავშვის დატოვება, საბავშვო ბაღები არის ფასიანი. არის შემთხვევები, როდესაც ოჯახში, ვთქვათ, მეუღლეები უკრძალავენ ქალებს სამსახურის მოძიება. ქალი უნდა იჯდეს სახლში და მოუაროს ოჯახს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით თვითდასაქმების მაჩვენებელი ქალებში უფრო მაღალია. ექსპერტები მიზეზად მათი შრომის დაბალანაზღაურებას ასახელებენ და ამბობენ, რომ ქალები ძირითადად სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობაში არიან ჩართულები. გენდერის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები სტერეოტიპულ პარადოქსებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დასაქმების მიზნით ქვეყნიდან გასულ ქალთა რაოდენობა მამაკაცთა რიცხვზე გაცილებით მაღალია.